He's 38 years old. He stands 177 centimeters tall, weighing in 65.2 kilograms. Professional record, 1 victory, 3 losses. Ladies and gentlemen, representing Kuzgun Fight Club, Izmir, Turkey, here is Ensar Octopus Agbayir. His opponent fighting out of the red corner. He's 25 years old. He stands 172 centimeters tall, weighing in 66 kilograms 7. Professional record, 3 victory and 1 defeat. Ladies and gentlemen, representing Club 13 Legion, Akhaltsikhe, Georgia, here is so serious Vardanyan. Your refereeing judge, Axel Vardanyan. ახალციხიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა ნარეკის საქომაგოდ და ნახოთ მე ძალიან ველოდები. მოდი მაყურებელს ვუთხრათ რომ მცირე პაუზა იქნება, რის შემდეგაც 3 ბათუმელი მებრძოლი გამოვა რეიჯზე და ძალიან მაგარი 2 სატიტულო ბრძოლა დაიწყო. მებრძოლებმა არ შეახეს ერთმანეთს. არ იქნებოდა ასე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დაპირისპირება მათ შორის. დაზვერვითი ესე რომ თქვა სამუშაოები მიდის ორივე მებრძოლის ზვერავს ეხა ერთმანეთს. ჯერჯერობით არ ყოფილა პირველი დარტყმაც კი არ შესრულებულა. აკბარი ესე რომ თქვა გაშლილი ხელით დისტანციას კარგად ზომავს. აი პირველი დარტყმაც ზუსტად მისი შესრულებით იყო მუცელში ფეხი. კარგი კიკი შესთავაზა ფეხში და მოუწონა აკბარმა ეს დარტყმა. ნამდვილად ძლიერი დარტყმა იყო ნარეკის შესრულებით. ნახოთ ძალიან დაძაბული ორთაბრძოლაა. კარგი კიკი იყო ისევ და ისევ მოუწონა აკბარმა ნარეკს ეს კიკი. ეს რა იყო? ძალიან მაგარი აფკიკი იყო. ძალიან მაგარი აფკიკი იყო და რაღაც მომენტში ფიქრობდი რომ გათიშავდა ეს აკბარს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ნარეკ ვარდანიანი აი რაღაც მომენტში გამახსენდა ჩოხელის კი, აი ზუსტად ეგ გამახსენდა მეც ეხა აკბარი კი ჩავიდა ფეხში საჭიდაოდ. დაიცვა ნარეკმა ნამდვილად თავი. კლინჩია ეხა აკბარი. კარგი მუხლი ღვიძლში ნამდვილად. კლინჩი ისევ კარგი მუხლი ეხა უკვე თავში იყო ეს დარტყმა. ყოჩაღ ნარეკ ვარდანიანს. ეხლა უკვე ნარეკ ვარდანიანი გადადის ჭიდაობას და გადაიყვანა ძალიან შვიდად და წყნარად. ფულ მაუნტია. დარტყმებსაც სთავაზობს თურქ მებრძოლს. თავისუფლ თურქი მებრძოლი აი გიორგი ნათობაიძის სტილში როგორც ის გამოძრა ისე აპირებს ესე ვთქვათ კი გამოძრომას, მაგრამ ჩემი აზრით გაუჭირდება ეს ნამდვილად ნარეკ ვარდანიანის დონის ძალიან კარგად აღიდგინა წონა ნარეკ ვარდანიანმა და რთულია ნამდვილად. კი, ნამდვილად აი ეხლა ძალიან კარგად უჭირავს. ურტყავს კარგად ზევიდან ჰამერფისტებს, აი ძალიან კარგი ჰამერფისტები. და ძალიან ახლოს შეიძლება იყოს ფინიშთან, ძალიან ახლოს შეიძლება იყოს ფინიშთან. ანდენ უპასუხო დარტყმაზე შეიძლება გააჩეროს. უნდა გააჩეროს და არის. ნარეკ ვარდანიანი გამარჯვებულია. ნარეკ ვარდანიანი გამარჯვებულია. ამ ბიჭმა უკვე დაამტკიცა ყველაფერი. 3 ბრძოლა IFC-ში, 3 გამარჯვება და ბოლო ბრძოლა კი ფინიშით. თუ დააკვირდები ვაკო სანამ გააჩერებდა მსაჯი ამ ორთაბრძოლას მისმა კუთხემ შემოაღწია რინგზე პირსახოცი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისივე კუთხე დანებდა. სანამ ბრძოლა გაჩერდებოდა ნარეკ ვარდანიანის შეტევის გამო მისივე კუთხემ დაამთავრა ეს ორთაბრძოლა. ნარეკ ვარდანიანმა უდიდესი სიტყვა თქვა ამ ბრძოლაში. აი როგორ მიუძღვნა ნარეკ ვარდანიანმა მის მოწინააღმდეგეს. აი ასე. ნარეკ ვარდანიანს რაც უფრო მეტად გააბრაზებ,
ვით უფრო მეტ სასჯელს მიიღებ მისგან. ნამდვილად ასეა. არეკ ვარდანიანი და სასანოზაძე ეს უკვე ხდება ნამდვილად დაუშორებელი კარტები. თუ გახსოვს ვაკო წინა ბრძოლაზე გამოდიოდა არეკი სასანოზაძე პირადად მივიდა მასთან სანამ რინგზე შევიდოდა. და ახლაც ასე გაამხნევოდა არეკი. ახლაც ასე გამარჯვების შემდეგ გაამხნევა სასანოზაძე. გამსახურებული გამარჯვება ნარეკ ვარდანიანის. To punches, Narek, the serious Vardanyan, Georgia. Narek Vardanyan გამარჯვება ალიან გამარჯვება. მოგესალმეთ მადლობა მოგზაურობისთვის უშემატკივრობისთვის მადლობა მინდა გადავიხადო ღმერთს პირველ რიგში ღმერთი თუ არა ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ მარტო ვერაფერს ვიზავთ მადლობა ღმერთს ასევე მადლობა მინდა გადავიხადო ორგანიზაციის პრეზიდენტს გოჩას მოიანს და იმ ყველა ადამიანს ვინც მუშაობს ორგანიზაციაში და ესეთ ლამას რაღაცებს აკეთებს ჩვენთვის. და ისევ მინდა მხოლოდ ერთი წუთის სიჩუმე მადლობა მინდა გადავიხადოთ ჩვენ გმირებს ვინც გარდაიცვალა საქართველოსთვის ვინც იბრძოლა ბოლომდე დიდება საქართველოს საქართველოს გაუმარ ჯოს